გიორგი ტომასიანი არის ჩვენი სტუმარი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, მოგესალმებით გიორგი, ხშირად ხარ ხოლმე ჩვენი სტუმარი ამ თემებზე და ორივე სიტყვას რო გითხრა ამ შეხვედრის შესახებ, მისი მნიშვნელობის შესახებ და მე ზოგადად რა იცვლება რეგიონში ამაზე რო ვისაუბროთ. მოგესალმებით ვერა, მიესალმებით მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო იმ მხრივ, რომ პირველ რიგში ეს უკავშირდებოდა დინამიკას, რომელიც პოზიტიური ჩამოყალიბდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში. შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე თვე არის შეთანხმებული არის ტექსტი სრულად სამშვიდობო და პროცედურები არის გასავლელი იმისთვის, რომ მოხდეს მისი ხელმოწერა. რეალურად მხარეები ამ მიმართულებით მიდიან. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ის პოზიტიური გზავნილები, რომელიც აზერბაიჯანიდან მოვიდა, უკავშირდება იმას, რა ვითარება არის შექმნილი. აზერბაიჯანის და რუსეთის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე და სომხეთის და რუსეთის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე და იმის ფონზე, რომ პრემიერ-მინისტრი ფაშიანი პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იყო სტამბულში, სადაც შეხვდა პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს და ჰქონდა ძალიან პოზიტიური განხილვა იმისა, რომ ნორმალიზაციის მიმართულებით უნდა იყოს კაფეო ნაბიჯები სომხურ-თურქულ მიმართულებით, ასევე ჩვენ ვიცით, რომ საუბარი ჰქონდათ ლოგისტიკური კავშირების გახსნაზე და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ სომხური ვერსია, ანუ რაც არის სამშვიდობის გზაჯვარედინი, ანუ სომხეთის მიერ სრული სუვერენიტეტის დაცვა აი ამ ლოგისტიკურ კავშირებზე, რაც სომხეთის ტერიტორიით თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის კავშირი უნდა იყოს, ამის შენარჩუნება მოხდა, ანუ თურქეთი ამას დათანხმდა როგორც ჩანს, მაგრამ გარკვეული შეღავათებით სომხეთის მხრიდან, რომ ეს გამარტივებული წესით მოხდება. თავარი არის, რომ აღარ ხდება ექსტრატერიტორიული სტატუსი, ანუ ამის გადაცემა ვიღაცისთვის კონტროლისთვის და რუსეთი ძალიან გაბრაზებულია ამით, ერთი მხრივ იმიტომ, რომ მას უნდოდა კონტროლი ამ ლოგისტიკური კავშირების და კონტროლი თურქეთზე, აზერბაიჯანზე და თურქულ კავშირზე, საერთოდ მთელი ლოგისტიკის კონტროლი და მაგიტომ მე-9 პუნქტის შესრულებას ითხოვს ამ ყარაბაღის ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტის ყველაფერი რო დარღვეულია და აღარაფერი აღარ არსებობს იმ დოკუმენტში, მე-9 პუნქტით რომ ფსბ-ც უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში, ითხოვს რუსეთი. ხო და ადრე აზერბაიჯანიც ითხოვდა ამას და ეხლა დაძაბვის ფონზე აზერბაიჯანიც აღარ ითხოვს და გამოდის რომ რეალურად რუსეთი მთლად გამოსულია ამ რეგიონიდან. ამიტომ რუსეთი ძალიან აქტიურად ცდილობს თავისი გავლენის აგენტების და პირდაპირ აგენტურული ქსელის მეშვეობით როგორმე სომხეთში დაიბრუნოს ძალაუფლება იმისთვის, რომ სომხეთი აქციოს კიდევ ერთხელ ინსტრუმენტად თურქეთთან და თურქულ სახელმწიფოებთან სავაჭროდ და სომხეთში ეს კარგად გაიაზრეს და ეხლა სომხეთის შესაძლებლობებს გამოიყენებენ სომხეთის ინტერესების გატარებისთვის და არა რუსეთისთვის ინსტრუმენტად მსახურებისთვის. ხო, კი ბატონო, მაგრამ ეს შეთანხმება რამდენად რეალურია მაინც, ხო, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა. იქ ვიცით, რომ კონსტიტუციის საკითხია, აზერბაიჯანი ითხოვს, რომ სომხეთმა თავის კონსტიტუციის პრეამბულიდან რაღაც მუხლები ამოიღოს. ეს ზანგეზურის დერეფანზე იყო, ხო, პრობლემა და ჭირდა ამაზე შეთანხმება. საბოლოო ჯამში შეიძლება, რომ მივიდეს რაღაც საბოლოო გადაწყვეტამდე ეს კონფლიქტი. ამის რეალური კონტურები თუ გამოიკვეთა. ძალიან კარგი განცხადება იყო და ესეც უკავშირდება სწორედ რუსეთის და აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარებას და დინამიკას ზოგადად პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მრჩევლის ჰიკმეთ ჰაჯიევის იშვიათად ვამბობ ხოლმე აზერბაიჯანიდან პოზიტიური განცხადებები კეთდება ხოლმე ამ წელში ძალიან ბევრჯერ ამ ეთერში პირიქით მithქვამს სწორედ, მაგრამ როცა პოზიტიური განცხადება უნდა ითქვას პროპოზიტიურია. შესაბამისად ეს განცხადება ჰიკმეთ ჰაჯიევის რომ მშვიდობა უკვე არის სომხეთს და აზერბაიჯანს შორის და უკვე ჩვენ მივდივართ მშვიდობის დღის წესრიგი და კონფლიქტი დასრულებულია რამდენიმე დღის წინ გაკეთდა. არის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ აზერბაიჯანი ეხლა მათ შორის დასავლეთის წვლილით, იმიტომ რომ შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე მარკო რუბიომ თქვა, რომ ჩვენ ვიცით და მუშაობთ იმ მიმართულებით, რომ იყოს შეთანხმება. ანუ აქ კიდე არის დასავლეთი, რომელიც ძალიან აქტიურად ლობირებს იმას, რომ მათ შორის სანამ საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ არის თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ცენტრალური აზია გამოსტაცონ რუსეთს პრაქტიკულად და ეს უნდა გაკეთდეს მათ შორის სომხეთის, თურქეთის და სომხეთის აზერბაიჯანის ურთიერთობის განვითარების მეშვეობით. ამიტომ მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერა არის რეალისტური, რა თქმა უნდა კონსტიტუციის საკითხზე სომხეთი თანახმა არის, ანუ ამაზე ნათქვამი არის ეს პროცესი რომ წავა, უბრალოდ ამას დრო დასჭირდება. ერთადერთი საშიშროება იყო რომ ამ დროში შეიძლება აზერბაიჯანმა სცადოს ანუ საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა. თუმცა გეოპოლიტიკური რეალიები დღეს
საპირისპირო არის და პირიქით შეიძლება სანამ კონსტიტუციის ცვლილების საკითხი დადგება, მანამდე უკვე ლოგისტიკური კავშირების გახსნის მიმართულებით იყოს ნაბიჯები და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი არის მაგ შეთანხმებაში სიტყვიერ განცხადებაში რაც იყო ხო შეხვედრის შედეგად რომ მხარეები აღნიშნავენ რომ პირველი დემარკაცია დელიმიტაცია საზღვრის რომელიც ტაბუშის რეგიონის და გაზახის რეგიონის მიმართულებით მოხდა სომხეთს და აზერბაიჯანს შორის არის ძალიან პოზიტიური და შესაბამისად აქტიურად უნდა გაგრძელდეს საზღვრის დემარკაცია დელიმიტაცია სხვა მონაკვეთებზე შესაბამისად მხარეებს გააჩნიათ ბევრი გასაკეთებელი სანამ დაუშვათ შემდეგი წლის არჩევნების პარალელურად როცა კონსტიტუცია შეიცვლება უკვე მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერა მოხდება აი და ჩვენ სად ვართ ამ დროს საქართველოს სად არის ამ დროს და ყველაზე მტკივნეული საკითხი ჩვენთვის ხოია ჩვენ ვუწყობთ სომხეთს ბლოკადას ტვირთებს არ ვუშვებთ სომხეთიდან ტვირთებს როგორ არ ვიცი რატო არ ვუშვებთ მაგალითად სომხური ალკოჰოლი თვეები ადგას საზღვარზე ეხლა მაგას მიემატა ასევე ყვავილების დე-ფაქტო ბლოკადა და თევზეულის არაფრით რითი რუსი ოლიგარქის სისტემამ რითი უნდა ახსნას იმის გარდა რომ ასევე იბლოკება საფრანგეთიდან სხვადასხვა ტვირთვის მიწოდება სომხეთისთვის მათ შორის სამხედრო შეიარაღების რით არანაირი ლეგიტიმური მიზეზები არ არსებობს იმიტომ რომ სომხეთი არანაირი სანქციების ქვეშ არ არის და პირიქით საფრანგეთი და ევროკავშირი აქ სხვა პოზიციებიდან გამომდინარეობს რუსი ოლიგარქია და აკეთებს რუსი ოლიგარქი რუსეთის ინტერესების შესაბამისად აქ პროცესებს იქაც რუსი ოლიგარქი არის ახლა გააქტიურებული სომხეთში და ცდილობს სომხეთი დააბრუნოს ასევე რუსეთის ორბიტაზე. ანუ რუსეთს დღეს წარმოუდგენია რომ უნდა შეინარჩუნოს საქართველოს როგორც ერთადერთი მისი ჯერ კიდევ ივანიშვილი აქვს ერთადერთი მექანიზმი კონტროლის, იმიტომ რომ სომხეთი და აზერბაიჯანი საბოლოოდ გადიან რუსეთის გავლენის სფეროდან. ხო, აი ეს რამდენად რეალურია შენი აზრით, რომ გავიდნენ რუსეთის გავლენის სფეროდან? ის რასაც ახლა მე მახსოვს რომ ადრე ერთი რამდენიმე წლის წინ როცა აი საქართველოს მიიღო ასოცირების შეთანხმება გააფორმა ევროკავშირთან მერე უიზო მიმოსვლა და ასე შემდეგ და მივდიოდით ევროკავშირის წინ ერთ-ერთი მე მგონი აზერბაიჯანელი კარიკატურისტის რეკლამა კარიკატურა გავრცელდა ინტერნეტში სადაც ეხათა ესეთი ორმო დიდი ორმოს ძირში იჯდა პუტინი და რა ქვია აზერბაიჯანს და სომხეთს ეს ორმოში აკავებდა და საქართველოს იყო ერთადერთი რომელიც ამ რუსეთის ორმოდან ამოსვლას ცდილობდა. ეხლა მე მგონი ეს ყველაფერი შეტრიალდა. ეხლა სომხეთი და აზერბაიჯანი აქედან გადიან ამ ორმოდან და საქართველოს არის მაგ ორმოში ზუსტად. ხო და აი ეს გადიან რამდენად საქართველოს გადიოდა, მაგრამ ვერ გავიდა ხო საბოლოო ჯამში ხედავთ აგერ. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ხლა როცა საქართველოს გადიოდა თელი არს ის არის რომ ჩვენ ახლა კარგად უფრო ვიაზრებთ რომ რუსი ოლიგარქი ყოველთვის იყო რუსეთის აქ შემოგზავნილი წარმომადგენელი რომელსაც ჰქონდა თავისი კონკრეტული დღის წესრიგი მისი დღეს პოლიტიკა გეოპოლიტიკურ რეალიებს არ შეესაბამება უკაცრავად მაგრამ უკრაინას იარაღს აძლევს მათ შორის ტრამპი ირანში ბირთვული პროგრამა მოაგვარეს რეგიონიდან რუსეთი გადის რუსეთის სუსტდება რა გეოპოლიტიკური რეალიები ითხოვს რომ საქართველოს იყოს რუსეთის გუბერნია დღეს. ახლა მაგაზე მეც შეგეგამოდებოდი, იმიტომ რომ აშკარა ასეთი შემოbrunება იყო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. მანამდე პრინციპში ასე თუ ისე კი რუსეთთან ივანიშვილის პოლიტიკა ყოველთვის ძალიან ისეთი იყო, ფრთხილი და ზოგჯერ ზედმეტად ფრთხილი და დამთმობით, მაგრამ სოფლიოში პრინციპში საქართველოს არ განიხილებოდა როგორც რაღაც აი პრორუსული ქვეყანა. ოღონდ შემთხვევაში აი უკრაინაში როგორც კი ომი დაიწყო პირველივე დღიდანვე ეთყობა გავრილოვი 19 წელს. არა, რეციდივები იყო, მაგრამ ეს გავრილოვის ამბავი და ბოლბოლის გავრილოვი გაუშვეს აქედან და გააგდეს. ხო და თვითონ დარჩენილი მოხდა. ესე თვალხილული და ასეთი ღია პოლიტიკა და შემოტრიალება არის უკრაინის ომის შემდეგ. მაგრამ მინდა ისევ იმას დაუბრუნდე სომხეთის თემას. უკრაინის ომის მერე უკვე სომხეთი დღეს ფორმალურად თუ ავიღებთ ჩვენზე უფრო არის მაინც მიბმული ჩვენზე მეტად არის მიბმული დღემდე ხო რუსეთს გინდა ეკონომიკურად იქნება გინდა პოლიტიკურად ხო ხა დსთ-ის წევრია ოდკბ-ის წევრია და იქ ხა ეკონომიკურად საერთოდ მიბმულია ხო ამიტომ რამდენად მარტივი იქნება მისთვის ამის გაკეთება და როგორ მიდის ეს პროცესი ხა ეკლესიას დაუპირისპირდა შენაბობ აგენტურას და ასე შემდეგ ხო ეკლესიაში აგენტებს და ასე შემდეგ ეს პროცესი რა ეტაპზე არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის პრაქტიკულად სახელმწიფო სისტემის გაწმენდის ისევე როგორც ეკლესიაში აგენტების დაშნაკცუცუნში აგენტების რუსი ოლიგარქების და ასე შემდეგ მოკლედ კგბ-ს ეს შემოგზავნილი სისტემის დაშლა არის ახლა თავარი ამოცანა რომ სომხეთის სახელმწიფოებრიობა გადარჩეს ამის
შედეგად უკვე რა თქმა უნდა აუცილებელია თურქეთთან და აზერბაიჯანთან ნორმალიზაცია, რომ უკვე რუსეთის იქიდან გაყვანა რეალური გახდეს და ამის ჩანაცვლება მათ შორის დასავლეთით. რატო ბლოკავს ბიძინა ივანიშვილი აქ ევროინტეგრაციას? იმიტომ რომ დიდი ხნით ადრე შეთანხმებული იყო 2024 წლის 5 აპრილს ბრიუსელში რომ გაიმართა შეხვედრა ფაშინიანი, ურსულა ფონ დერ ლაინი, ბლინკენი, იქ საბუთები არის შეთანხმებული, რომლის ფარგლებში საქართველოს გავლით როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის მოხდებოდა ყველაფრით უზრუნველყოფა სომხეთის სამხედრო ეკონომიკური ბირთვული საწვავი იმისთვის რომ გავიდეს ევრაზიული კავშირიდან, გავიდეს ოდეკაბ-დან, დსთ-დან და ასე შემდეგ. 29 აპრილს იმავე თვეში გამოდის რუსი ოლიგარქი და აცხადებს რომ ევროკავშირი და შეერთებული შტატები გლობალური ომის პარტიაა. რატომ? იმიტომ რომ როცა რუსეთში დაინახეს რომ სომხეთში ხელისუფლებას ვერ იბრუნებენ, სომხეთზე გავლენის მექანიზმად განიხილება მათი რუსი ოლიგარქი აქ. ეს არის ლოგიკა. შეიძლება ბიძინა ივანიშვილს არ აწყობს ზოგადად დასავლეთთან დაპირისპირება, მაგრამ იმდენად რუსი ოლიგარქია და ბრძანებები აქვს შესასრულებელი, რომ როცა მოვიდა ესეთი კვეთლი ნაბიჯი, რომ შენ უნდა საქართველოს ეხლა ვექტორი შეცვალო, იმიტომ რომ თუ არ შეცვლი, საქართველო და სომხეთი გადიან ამ რეგიონიდან, ეხლა სომხეთის ევროპული ინტეგრაცია დაბლოკილია საქართველოს მიერ. რეალურად. ამიტომ მიდის სომხეთი თურქეთთან და აზერბაიჯანთან სწრაფი ტემპით ნორმალიზაციაზე, თორე ეგ რომ არ ყოფილიყო საქართველოსთან ერთად ევროინტეგრაცია უფრო აქტუალური საკითხი იქნებოდა. თურქეთთან და აზერბაიჯანთან ნორმალიზაციის ფონზე, რა თქმა უნდა, დადგება პირველ რიგში თურქეთთან საზღვრის გახსნის ფონზე, როგორც დასავლეთთან რაღაც კომუნიკაციის და როცა ლოგისტიკური პრობლემები მოგვარდება, დადგება საკითხი უკვე ფსბ-ს ნაწილები უკვე მოხსნილი არის, სამხედრო ბაზის მოხსნის საკითხიც დადგება აუცილებლად, რა თქმა უნდა და პრინციპში ორგანიზაციების დატოვების საკითხიც პრობლემას არ წარმოადგენს. მეორე მხრივ აზერბაიჯანი და ცენტრალური აზია სრულად გადადიან თურქულ გავლენაში, ანუ თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია, რომელიც თურქეთის ლიდერობით არის შექმნილი, მათ შორის სომხეთის გავლით ლოგისტიკური კავშირების მეშვეობით, ეს ორგანიზაცია ცენტრალური აზია და აზერბაიჯანი, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნები, გადიან რუსეთის გავლენის სფეროდან ეკონომიკურად ჩინეთის ფარგლებში იქნებიან, ჩინეთის გავლენის პოლიტიკურად და იდეოლოგიურად თურქეთის. ისე ეთნიკურადაც თურქული. ეთნიკურადაც თურქული. რუს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთს რჩება მხოლოდ ორი გავლენის სფერო: ლუკაშენკო და ივანიშვილი. ხო, ნახოთ ეს როგორ განვითარდა, რამდენად მოახდენდა, რთული პროცესი იქნება, ხო? აზერბაიჯანისთვის შეიძლება ნაკლებად, თუმცა მისთვისაც რთული რუსეთისგან საბოლოო თავის დაღწევა და ნუ სომხეთისთვის კიდევ უფრო რთული ამ ეკონომიკური მიმულობის გამო ძირითადად და ნუ ბაზა დგას იქ ბოლოს და ბოლოს ბაზა დგას. შიგნით რამ ხელა მხარდაჭერა აქვს აი პაჟინიანს ამ თავის პოლიტიკაში, განსაკუთრებით ახლა ერთია ყარაბაღის ომში დამარცხების შემდეგ ასეთი ეს თავისთავად პრობლემა უნდა ყოფილიყო წესი და ბევრს ეგონა რომ ამას გადაყვებოდა, მაგრამ არ გადაყვა ხო რუსეთში ეგონა. ახლა აგერ ეკლესიაში რუსული გავლენების და აგენტების წინააღმდეგ როგორც ამბობთ, აი მაგათთან ასეთ პატრიარქთან ასეთ დაპირისპირება, ასეთ ძაფრი და ნუ მე ასეთი მე არ ვიცნობ კარგად მაგ სიტუაციას, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი უბრალოდ თავარი ოპოზიცია მაინც წინა ხელისუფლებაა მისი, ანუ ის ყარაბაღი ისინი იმდენად დისკრედიტირებულია იქ ხალხის დვალში, რომ ცდილობენ ახლა სხვადასხვა მექანიზმები შექმნან. სამველ კარაპეტიანი, რომელიც ახლა პირველად შევიდა რუსი ოლიგარქი პოლიტიკაში, სულ იყო ქველმოქმედის იმიჯით და 3.2 მილიარდი დოლარი აქვს და პოლიტიკაში არასდროს ყოფილა, ეკლესიის მხარდამჭერი იყო ყოველთვის და ასე შემდეგ. ბიძინა ივანიშვილი ორი პირდაპირ ამბობენ ამას სომხეთში, რომ ჩავშალეთ ეს გეგმა, იმიტომ რომ ჩასაშლელი იყო ეს გეგმა და ძალიან მკაფიო არის, რომ რუსი ოლიგარქის ხელისუფლებაში მიშვება. ახლა რო დაინახეს, რომ წინა ხელისუფლება დისკრედიტირებულია, სერჟ სარქისიანი, რობერტ ქოჩარიანი, დაშნაკციც უნდა ჩართეს. იქაც დისკრედიტაცია არის, მე ჩართეს მოქალაქე ვაზგენ გალსტანიანი, ანუ არქეპისკოპოსი გალსტანიანი, რომელიც ცდილობდა წმინდა ბრძოლის ფარგლებში რელიგიური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და პრემიერ-მინისტრობას აპირებდა არქიმადრიდი მოკლედ და ეგ რო ჩაიშალა, მე უკვე დაიწყეს რომ იქნებ კათოლიკოსი, ანუ კატრიშ ნესისიანი წარვადგინოთ პრემიერ-მინისტრად რა, იმიტომ რომ რუსეთში უყურებენ ქრისტიანები არიან აბსოლუტური უმრავლესობა და უნდა იმუშაოს, ანუ იქ ცოტა უცნაურად აანალიზებენ მოვლენებს, მაგრამ არიციან რომ სომხურ საზოგადოებაში ძალიან კარგად ესმით, აი ეს სიბრძნე გამოჩნდა, როგორც რევოლუცია რატომ მოხდა, იმიტომ რომ სიბრძნე იყო ხალხის რო ესმოდათ, რომ ესე გაგრძელება აღარ შეიძლება. ეხლა ძალიან კარგად ესმით, რომ შეიძლება ეკლესიისადმი მხარდაჭერა არის ტოტალური, იმიტომ რომ კულტურული და ისტორიული ინსტიტუტია პირველ რიგში და ანუ რატო არ უნდა იყოს ესეთი მხარდაჭერა ინსტიტუტისადმი. რელიგიური საკითხი კიდე გვერდზე რო გადავდოთ, მაგრამ
პირველ როცა უყურებ იქაურ იერარქებს დამაჩვენებს კატრიჩ ნერსისიანს, მათი მხარდაჭერის დონე მაჩვენებელი არის მიზერული, უმნიშვნელო. შესაბამისად, ამიტომაც ხალხი ხვდება ეხლა რომ რა თქმა უნდა სასიამოვნო პროცესი არ მიმდინარეობს, მაგრამ აუცილებელია ის რომ გაკეთდეს. მათ შორის კატრიჩ ნერსიანი ცდილობს ეხლა კონფლიქტის პროვოცირებას აზერბაიჯანთან სპეციალურად. რატომ? იმიტომ რომ რუსეთს სჭირდება ახალი კონფლიქტი. რას აკეთებს? განცხადებებს შესაბამისად და ასე შემდეგ, ანუ აგრესიულს და ასე შემდეგ. და არა მხოლოდ ის დაშნაკთუს, ვინც ანუ ცდილობენ ეხლა ისევ კონფლიქტი შექმნან, რომ ახლა უკვე სუნიქის ტერიტორიაზე შეიქმნას რაღაცა კერა, სადაც რუსეთი მოვა ვითომ მშვიდობის ყოფილის რანგში და გადაარჩენს ჭყალებში სომხებს და ამის შედეგად იქ შექმნის ჰიბრიდულ ზონას, რომელსაც თვითონ გააკონტროლებს, თან თურქეთის და თურქული კავშირის ლოგისტიკას გააკონტროლებს და სომხეთის ხარჯით ივაჭრებს თურქულ ქვეყნებთან. იმიტომ რომ სხვა ბერკეტები უკვე თურქულ ქვეყნებთან არ აქვს რუსეთს. თანამედროვეულად სომხეთის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას მოახდენს და ევროპული ინტეგრაცია, თეორიაში ნატოში ინტეგრაცია და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი უნდა დაივიწყოს სომხეთმა. ამიტომ სომხეთში ძალიან კარგად ხვდებიან, რომ რუსეთი არ უნდა შეუშვან და ეს ოპოზიცია, ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის აგენტურა. სომხეთში არის პროდასალური ოპოზიცია, იმიტომ რომ ფაშინიანი არის ბალანსის და დივერსიფიკაციის პოლიტიკის მომხრე და ეს პოლიტიკა არის დღეს ყველაზე ლოგიკური სომხეთში, იმიტომ რომ სანამ საქართველოს პროდასალურ ვექტორზე არ დგას, სომხეთში პროდასალური ვექტორის ხელისუფლება ჩემი აზრით არ არის რაციონალური მინიმუმ, იმიტომ რომ სამეზობლოში რაღაც პროცესები გჭირდება. არის პროდასალური ოპოზიცია, ეხლა აქციებს მართავენ მაგალითად, რომ რუსული მედია აიკრძალოს მთლიანად და პრინციპში მიმართულებით პარლამენტის თავმჯდომარემაც განცხადება გააკეთა. ანუ სისტემური ბრძოლა მიმდინარეობს და რა თქმა უნდა ეს არის ხანგრძლივი პროცესი. ეხლა ერთ დღეში ესეთი საკითხები არ წყდება, მით უმეტეს ბაზის საკითხი კიდევ უფრო შორს არის. ხო, ну კი ბატონო